სამძიმარს უცხადებ სრულიად ქალაქ გორს და მთელ საქართველოს აი უმძიმესი ტრაგედიის გამო რაც ვიხილეთ გუშინ გორში, გორის ცენტრში. ამ ყველაფერს სამწუხაროდ აქვს თავისი მიზეზები, რატომაც მოხდა ეს ტრაგედიები და ხდება გორში სხვადასხვა მსგავსი ავტოკატასტროფები. ეს ყველაფერი არის მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნებისა, დაუხაზავი ზებრა გადასასვლელებისა, რაშიც საერთოდ არ იხარჯება არანაირი თანხა იმისათვის, რომ შექმნან მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემო. იხდიან ათასობით ლარს ისეთ კონცერტებში, რომლებიც ძირითადად მონაწილეობენ მათი პარტიული კარის მომღერლები და მოსახლეობას აჩვევენ მხოლოდ სანახაობას. სწორედ ასეთ შემთხვევა იყო გუშინ, აპირებდნენ კონცერტის მოწყობას. ცენტრალური გზა იყო გადაკეტილი და მოხდა ეს რაც მოხდა და რაც ვიხილეთ გუშინ. არის მეორე საკითხი. ხო, მესმის, რომ მათთვის ადამიანების უსაფრთხოება არ არის პრივილეგია და მხოლოდ რაღაცა სანახაობით და სხვა არასაჭირო მსგავს პარტიულ კონცერტებში უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ვიდრე ადამიანის უსაფრთხოებაში, თუმცა არის მეორე ვარიანტიც. როდესაც გორში არის იმდენი თავისუფალი სივრცე, ადგილი, სადაც ეს მათი პარტიული კარის მომღერლები ამღერონ და საერთოდ არ საჭიროებს ქუჩის გადაკეტვას, მაინც რაღაცა ასე ახერხებენ და ქუჩებს კეტავენ, ქმნიან დაბრკოლებებს და ამ შემდეგ. სადაც შეიძლება რომ ეს ყველაფერი იქნას არიდებული, ამას არ აკეთებენ. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია, რაც გუშინ ვიხილეთ და ხო, შეიძლება ვინმეს ასე ვთქვათ, პერსონალური დანაშაული არ მიუძღვის ამასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს გარკვეულწილად პასუხისმგებლობა თავის თავზე და უნდა აიღოს ეს ყველაფერი მაგალითად და უნდა მიხედოს იმ პრობლემებს, რაც იწვევს ადამიანების უსაფრთხოების დაზიანებებს. ან კიდევ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომელიმე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა და დატოვოს თანამდებობა. იმიტომ რომ ეს იყო ცალსახად პრობლემა, მუნიციპალური პრობლემა, რომელიც არ გამოსწორდა და შემივიღეთ ესეთი უმძიმესი ტრაგედია გორში და მთელ საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე.